ამ კომისიას ასახება თავიდანვე ფარსი იყო, იმიტომ რომ თავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ქვეყანაში ფასები იზრდება და ეხლა კიდე რამდენიმე წლის რეკორდი დაამყარა ინფლაციამ აპრილში, ეროვნული ბანკი არც კი დაიბარეს. არა თუ თქვათ რაღაც სხვაზე არის ლაპარაკი, სხვაზე შეიძლება ლაპარაკო გადასახადებზე, თუნდაც რა ვიცი, ბიზნესმენები დააპატიჟო და ბევრ რაღაცა შეიძლება შეეხო, მაგრამ აი თავარი მიზეზი რომ არც კი შეეხოს, თარობის ქვედებაში არც ერთი ეჭვი რო არ შეიტანეს, ყველაფერი კარგად რო აღმოჩნდა. ნუ გამოვიდა რომ უბრალოდ დეპუტატებმა დახარჯეს დრო და რაღაცა კურსები გაიმაღლეს კვალიფიკაციის ამაღლების, ბიზნესმენებს მოусმინეს და რაღაც უცნაური დოკუმენტი გააკეთეს, მაგრამ არანაირი კავშირი ბიზნესიდან იყვნენ ბევრი მათ შორის იმ კომისიაში, ბიზნესმენებთან საუბრის დეფიციტი არ ქონდათ და ხო, მაგრამ ისეთი საშინელი კომენტარები იყო, რომ მე არ ვიცი საერთოდ რა განათლების თუ რა ცოდნით მივიდნენ ის ხალხი იმ კომისიამდე, მაგრამ ნუ ფაქტია რომ რაღაც ცოდნა მიიღეს, ანუ რაღაც კურსებზე დადიოდნენ, ისმენდნენ რაღაც განმარტებებს, მაგრამ არანაირი კავშირი ამას, არც ფასების შემცირებას და მით უმეტეს აი უბრალოდ სიმბოლური არის, გასაგებია შეიძლება მომავალის პროგნოზება რთულია, მაგრამ სიმბოლურია, რომ როცა დაასრულა კომისიამ მუშაობა, დაფიქსირდა რამდენიმე წლიანი რეკორდი ინფლაციას. აი ეს ასეთი სიმბოლური ფინალი აქვს ამ ყველაფერს და რთულიც არის ზოგადად იმის თქვათ ახსნა რატომ მოუნდათ ამ სპეციალისტს დადგა, იმიტომ რომ არც ერთი მხრიდან სარგებელი მაგათ მეგონი არ უნახიათ, მაგრამ რაც თავარია ფასები იზრდება და სხვა ბევრი თემისგან განსხვავებით ვერ ეტყვი ადამიანს, რომ ჩვენთან უკეთესი მდგომარეობაა საფრანგეთში, რომ ფასები მცირდება, იმიტომ რომ მივა მაღაზიაში და დაინახოს, რომ ეს ფასი მაინც გაიზარდა და ეს ის შემთხვევა, როცა მოტყუება ძალიან რთული იქნება. რამდენად ფიქრობთ, რომ რაღაცა დღის წესრიგების მართვისთვის, თემების მართვისთვის წამოიწყეს ეს პროცესი, ვკითხავ და შემდეგ ორივე როგორ ხედავთ, როგორ შეიძლება დარეგულირდეს ეს? არ მიყვარს ხოლმე მარჩელობა იმაზე, რა მოტივები ქონდა ქართულ ოცნებას ბიზნესმენებს, იმიტომ რომ ნუ აი ვერ გამოვიცნობ. ანუ შეიძლება რაღაც ვარაუდები მქონდეს, მაგრამ რო თქვა რომ ამიტომ გააკეთეს, არ ვიცი. მით უმეტეს რომ აი ისეთი თემა ერჩიეს, რომ მე ზოგადად გონია რომ უკიდურესი არაკომპეტენტურობის შედეგია ეს და უცოდინრობის ეხა რაც არ უნდა ყოფილიყო მოტივი. მაგრამ ისეთი თემა აერჩიეს, სადაც მოტყუება უბრალოდ რთულია. ანუ ადამიანი მაღაზიაში ხო მივა მაინც და იმ ხორცს ხო იყიდის. შენ რამდენი არ უნდა თქვა რომ ის რა ვიცი 10 ლარი ეს თემა მართე გინდა პიარულად, გინდა არაპიარულად ეს შემოწმებადია, ეს ხომ არ არის რაღაცა. გლობალურ ომის პარტია დიფტეს ადამიანი ვერ ნახავს და ხელს ვერ ჩაჭიდებს და ვერ შეამოწმებს. დახურულ კარს მიღმა ვიღაც გვითრევდა თუ არა, ეს შეიძლება რაღაც დარჩეს. ისეთია და ერთი ნაწილია და მეორე უბრალოდ პრემიერმა პირველი ვიდეო რო ჩაწერა კტყული იყო უკვე ნათქვამი. აი ფასნე იმაზე მოგების მარჟაზე საჯარო ინფორმაცია და არანაირი მსგავსი ციფრები არ იყო ფინანსურ დოკუმენტაციაში, რომელიც უსმა მე წაიყო, რატომ წაიყო არ ვიცი. ანუ პირველივე ვიდეოში ტყუილი იყო ნათქვამი და თავიდანვე გასაგები იყო, თავიდანვე ვამოვით რომ არანაირი ფასებსაც არ შეამცირებს, რომ ზოგადად სხვანაირ უნდა მიუდგე ამ საქმეს და შენში ეძებო პრობლემა მთავრობაში, ეროვნულ ბანკში და ზოგადად ხელისუფლებაში და არა რაღაც ბიზნესმენში და ასე შემდეგ. ამიტომ, რავი, როგორ გითხრათ, ისეთი თემა ერჩიეს, სადაც ყველასთან დამარცხდნენ. აი, უხერხული სიტუაცია, ყველა კონკურენტები ვარ შეიძლება ოპოზიციურ ფლანგზე, მაგრამ მე შეიძლება ნაკლებად მოწოს ვიღაცა მეტად მოწოს, მაგრამ არავინ არ დარჩა, რამე ხმა მოიღო და ქოცებზე, თქვა, ქოცებთან ტყუანი აღმოჩნდა. ფასებთან დაკავშირებით. ფასებთან დაკავშირებით. ხო, აი, შეიძლება გეთქვა, რომ აი ამასთან ქოცები მართლები არის რაღაცაში, ან ეს აქ ყველას, იმიტომ რომ ბანალური რაღაც არის. რაც პოლიტიკაში ვარ, სულ გამოკითხვაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საქართველოში მოსახლეობისთვის და მიზეზი რაც არის ვიცით. და ამ მიზეზს თუ არ მიხედავ, ფულის ბეწვას თუ არ გააჩერებ, გადასახადებს თუ არ შეამცირებ, რეგულაციებს თუ არ გააუქმებ, არ გამოვა არაფერი. კი ბატონო, რაში დაინახავ დიდ გამოსავალს თქვენ წეგან ახსენეთ გარკვეული საგადასახადო შემცირებები, ხომ? თუმცა ამაზეც მომისმენია ასევე ექსპერტული მოსაზრება, რომ ეს შემცირება ავტომატურად არ ნიშნავს, რომ დასაკლებები იქნება, იმიტომ რომ თოფით ვერ დაადგები და ამ რაც დარჩება ამის ვთქვათ იქნებ ჯიბეში ჩაიდოს და არ დაუკლოს პროდუქციას, ანუ როგორ უნდა მოხდეს და სხვათა შორის ბოლოს ნახეთ ჩვენ რამდენიმე ვთქვათ მაღაზიათა ქსელის განცხადება, რომ რაღაც ტიპის კალათაზე ექნებათ მათ ფასდაკლებები. ნუ, ბარემ ამ მაღაზიების ქსელებით დავიწყებ, იმიტომ რომ
თავიდან ეს კომისია დაანონსდა, მაშინ თქვი კიდეც, რომ მაქსიმუმად შეიძლება მიაღწიო, რომ დაურეკონ თავის ნაცნობ თუ ახლო ბიზნესმენებს და თქვენ რომ აი თქვათ არაფერი არ გამოგვივიდა და რამეზე ფასი დაწეო და დააწევინონ და მე ეს ირიბაც ადმე ფულს მისცემენ, დაუკომპენსირებენ, არ დატოვებენ ახლა ზარალში. ანუ ეს არის მაქსიმუმად შეიძლება გააკეთოთ. ეს მაგას კომისია რაც უნდა. ხო, არ უნდა და მაგრამ სხვა მეტი არაფერი არ გამოვიდოდა და ეს ხა დარჩათ. მაგრამ ეს უბრალოდ სისხლის კი არის რომ ზოგადად ბიზნესი ზის და იმ სასწაულად რომ რაღაც გაყიდო და რა ვიცი, შენი მოგება იშოვა და მთავრობა უნდა იზრუნოს იმაზე რომ დაკრეშული ბიზნესმენები არ იყოს, ბაზარზე რა კონკურენცია იყოს, მაგრამ იმაზე არ უნდა ნერვიულდეს რაღაცა 10 ლარიღის თუ რაღაც რა ვიცი, ხორცი და ამავდროულად. ანუ ეს უბრალოდ განცხადებას კი მიუთითებს იმაზე რომ ბიზნესი თავისუფალი არის და ჩვეულებრივ პოლიტიკური წნეხის ამბავია და პოლიტიკური შეთანხმების. ამიტომ მე ამის იმედად საქართველოს მოქალაქის ადგილზე არ ვიქნებოდი. ეხლა რაც ეხება ზოგადად ფასებს. არის ორი რაღაც. არის ზოგადად ფასების და აი ხა აპრილშია ფაქტობრივად რეკორდია რამდენიმე წლიანი ინფლაციის. რო შეხედოთ 24 წლიდან მოპოვებული ფასები სულ უფრო და სწრაფად იზრდება. ის კი არა რომ ეხლა რაღაც მოხდა. აი წინა წლის ბოლოს ფასები უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე თქვა 24 წელს ხდებოდა და ასე შემდეგ. მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ 5 წლის წინ 22-ში 23-ში იქ 15%-იანი ინფლაცია იყო. ანუ ზოგადად ჩვენ ქვეყანაში სულ ეს პრობლემა გვაქვს. და ეს პრობლემის წყარო მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ბანკია. აი კანონში ასე გვიწერა რომ ის არის ვალდებული რაც 7 მილიარდი ლარი გააშთა ეკონომიკაში ერთ წელიწადში. მარტი მასო შეადაროთ, იყო 27, გახდა 34. აი თქვენი აზრით რა დაემართებოდა ლარს? აი ამდენი ლარი რო დაყარო ეკონომიკაში ხო გასაგები რომ ფასები გაიზრდება, იმიტომ რომ ლარი გაუფასურდება. ეს არის გლობალური მიზეზი. ამიტომ სანამ ეს მიზეზი არ შეიცვლება, სანამ ვიღაცა თავში არ ჩაატყავს პოლიტიკურად ეროვნულ ბანკს, ან უბრალოდ ხელისუფლებას რომელიც მე აკონტროლებს ეროვნულ ბანკს, რომ ასე არ გააკეთო, არაფერი არ შეიძლება. მაგრამ ეს არის ერთადერთი სწორი და გრძელვადიანი გადაწყვეტა. იმიტომ რომ ეხაც რო გააკეთო, ის ფული ხო დაიბრძდა, ის ფული ხო ბრუნვაშია, ფასები გზა კიდე გაგრძელდება საკმაოდ დიდი ხანი. ეს ერთ ნაწილი. მეორე ნაწილი არის რომ შეიძლება რაღაც ეტაპზე, როცა თავრობას 35 მილიარდი აქვს ბიუჯეტში და ხან რაზე ხარჯავს, ხან რაზე და როცა ბავშვს ფული ჭირდება, ფული ვერ პოულობენ, მაგრამ ყველაფერი დანარჩენზე ფული ყოფნით, შეიძლება შეუსუბოქო ადამიანებს შესაძლებლობა. მაგალითად, ჩვენ თუ გადასახადებს შეუმცირებ ადამიანებს ხო გასაგებია რომ შეიძლება ბიზნესმენს მეტი მოგება დარჩა, მაგრამ ის ბიზნესმენი სხვა ადამიანი იმას დასაქმებულები ყავს რაღაც, ანუ საბოლოო ჯამში ბიზნესმენის მოგებაც ფულია, რომელიც ადამიანს რჩება. ამიტომ შენ თუ ამ ფულს ხალხს უტოვებ სხვადასხვა გზით, იმ ხალხს უფრო უმარტებდება ამ არსებულ ვითარებაში რაღაც ბიზნეს ყიდვა იქნება თუ პროდუქტების. ამიტომ გადასახადების შემცირება ყოველთვის გამოსავალია. ბოლოს და ბოლოს ვინ თქვა რომ მარტო აქციზია. მე მართლა რომ გითხრათ არ ვეთანხმები ნაცნობრობის ასეთი ნახევარ რაღაც მორიდებულ ნაბიჯებს თუ იმიშნო გვაქვს. ჩვენ არ ვიცით რა კონფიგურაცია იქნება. მაგალითად თუ ეს ხო უბრალოდ ის არის რაც შეიძლება გაგვეკეთებინა, მაგრამ ამას ხო უნდა პასუხი ქონდეს ვისთან გააკეთებ. აი ხელისუფლებაში ვისთან მოდიხარ. აი მათი ყოფილი თუ ეხა მოქმედი პარტნიორები ალიანსში სხვა რაღაცას ლაპარაკობენ საერთოდ. და არ ემთხვევა ერთმანეთის გეგმა და ვისთან უნდა გააკეთო ეს. მე მაგალითად სულ უჭერებ ხალხს გადასახადების შემცირებას, რომც არ იყოს არანაირი კრიზისი და პრობლემა. სულ სწორია ეს მიმართულება, მაგრამ თუ 50% შემიძლია აქციზი შევამცირო, ბარემ ბოლომდე გავაუქმოთ. რა დაშავდება, რომ ბენზინი უფრო, კი ბატონო, ბენზინი უფრო იაფი იყოს, გაზი უფრო იაფი იყოს, დიზელი. ანუ ამით ხო არავინ არ დაშავდება. ერთი კითხვა არის ესეთი, ვის ხო, ანუ ამიტომ ზოგადად ორივე მიმართულება სწორია. ანუ ეროვნული ბანკი არის სათავე ამ პრობლემის. იმიტომ რომ ფული არ დაბეჭდოს, ამის გამო ბანკებს ნაკლები მოგება ექნება, მაგრამ რამინერად ავიტანთ ისიას რეკორდულ მოგებაზე არიან მე-6 წელი. მაგრამ ეს მოაგვარებს ზოგადად გრძელვადიან ფასების პრობლემას, მაგრამ მოკლევადიანად დღეს რომ რაღაცა დაეხმარო, რა თქმა უნდა, გადასახადები უნდა შეამცირო და გადასახადებს თუ შეამცირებ, მაშინ ადამიანს მეტი ფული ექნება ჯიბეში. ეს ამ ბუნებრივია. და თუ ამას კიდე მოაყოლებ იმას, რომ რეგულაციები გააუქმო, მაგალითად ბაზარზე, წამლების ბაზარზე, რომ მარტივი იყოს შემოტანა წამლის, კონკურენცია იყოს და ასეთ რეგულაციებს მოხსნი, ну, თავდავშენდებით რომ ეკონომიკა გაიზრდება და უფრო იაფი იქნება ფასები, იმიტომ რომ უბრალოდ მეტი პროდუქცია იქნება ეკონომიკაში. მაგრამ აქ თავარია პრობლემა მარტო ჩვენ გეგმებში და ხედვებშია. მართლა რაც მას საინტერესოა ნაცნობრობის შემთხვევაში, ვისთან ვაკეთებთ ამას? იმიტომ რომ აი წამოგიდგენთ რაღაც ვისთან აკეთებთ. საერთო პოზიცია ხო უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს კი მესმის რომ შეიძლება მიხა საკაშოს უნდა რომ ნაცნობრობა უმრავლესობაში იყოს, მაგრამ რო არ იყოს სანდრო, როგორ ფიქრობთ, ეხლა რაღაც ცვლილებების მოსურნე, პროტესტში მყოფი პარტიები, საზოგადოება ამ დროს რაღაც პროტესტის გაფართოება არის ამოცანა და ასე შემდეგ. ამ დროს მთავარი ეს არის სოციალურ თემებზე აქცენტის გაკეთება თუ იმ მთავარ თემებზე, რაზეც ოპოზიცია
დიდწილად საუბრობს, რომ რაღაც რუსები მართავენ და ასე შემდეგ. ანუ სხვადასხვა ეს თქვა თან არალეგიტიმურები არიან და ლეგიტიმაციის კრიზისი და ანუ ეს უნდა იყოს მთავარი თემა თუ ფიქრობთ რომ სოციალური და ეკონომიკური თემები არის უფრო მეტი მოჭიდების საზოგადოებაში. მაგრამ ისეაც ცხადია, რომ ეს რუსების სახილმა არ იმუშავა. ყოველ შემთხვევაში ვიზეც იმუშავა. ეხლა არ ამგონია, რომ ვიღაცა კოცებს ეძახდნენ რუსები და ეხლა კოცებს ადრეს ხმას, მაგრამ უმრავლესობამ ხო ეს არ აიტაცა. ამიტომ ისედაც გასაგებია, რომ ის პრობლემა, რომელიც ადამიანს აღელვებს, მისი ხელფასი იქნება თუ ფასები იქნება თუ სამსახური რაღაცები, ბევრად უფრო ეფექტიანია და თელ სამყაროში ასეა და ჩვენ რატო ვიქნებით ამ კუთხით გამონაკლისი. პრობლემა ის რაში დადის, რომ აი ეს ამბავი, რომელიც მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე ხდება, არ გვაძლევს საშუალებას რაღაცნაირად აი კონცენტრირებულად ვიმუშაოთ ქართული ოცნების წინააღმდეგ. იმიტომ რომ აი მართლაც მე არ მესმის აი ეს ალიანსი რაღაცას რო ამბობს. მე გადაცხადეს შეცდომაზე სულ მომხრევარ, მაგრამ როცა გამოდის რაღაც ალიანსი, რომელიც მათ შორის ნაციონალურ მოძრაობის სახელით ამბობს, რომ რაღაც 1%-ით შეამცირებს. შეიძლება მეგონი პროცენტები არ იციან ზუსტად შეეშალოთ, მაგრამ აი ამბობს რომ 1%-ით შეამცირებს საშემოსავლო გადასახადს, რომ აი ეს ხო უხერხულია, უბრალოდ აი ხო ხდებით, აი ამხელა რაღაცა ხალხი რაღაც შეიკრიბა რაღაცა და აი ასეთ და მე აი ნაცები მე სხვას ამბობენ, სხვა რაღაც დადიან, თან ალიანსის წევრები არიან და ეს ხელს უშლის ზოგადად ამ ამბავს რა. მით უმეტეს თქვენ კი იცით რომ ჩვენ კი გონია რომ არის მარტო ნაცები ჩვენ და ქართული ოცნება მეტი პარტია არსებობს ამ ქვეყანაში, მაგრამ სინამდვილეში ეს რომ გაირკვეს, ხო რაღაც დისკუსია დებატები უნდა იყოს ამ ქვეყანაში, ხო? ხო და წამოიგინეთ რომ თემა, რომელშიც მართლა წააგეს უკვე აი ფაქტად ვიცით, სახსრატად თვითონ დაუდო განაჩენი. კი. ხო და ამ თემაზე როგორ არ შეიძლება რომ ოპოზიციაში რამე ტიპის საერთო ხედვა იყოს, იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც ნუ არ ჭრის ეს რუსების ძახილი მიხვდით ხო, ვიღაცისთვის ხო ნაღდად არ ჭრის, მაგრამ ფასები ხო ქართული ოცნების ამორჩეულსაც აღელვებს. და როგორ შეიძლება აუხსნათ რომ აი ეს რო ჩვენ რო ყოფილიყავით ხელისუფლებაში, ეს და ეს მოხდებოდა და ეს რაღაცა პირდაპირ მის კეთილდღეობაზე აისახებოდა. ეს ხო ბიროთ რო ღირებული იქნებოდა. და ამიტომ ეხლა ლაშაგზის და რა თქმა უნდა კარგია რომ რაღაც დისკუსია მიდის, მაგრამ ეს ხო უნდა სულ ხდებოდეს სხვა პარტიების, რომელიც პრეტენზია აქვს რაღაც ტიპის ცოდნაზე თუ გეგმაზე და ხედვაზე. და სინამდვილეში ეს საწუხაროდ არ ხდება. და გამოდის სად უნდა ხდებოდეს ტელეეთერებში, რამდენადაც შესაძლებელია ვთქვათ არის დებატებში არ ჯდებიან. ანუ თქვენ ხო იცით, მე იმიტომ კია რომ ისე რა ვიცი, ჩვენ და ნაცები თუ კამათობთ და ჩვენ კონცეფციასაც კამათობთ, ჩვენ სულ ღია ვართ დისკუსიით. თქვენ კონცეფცია აღარ გამოთ. ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში დანარჩენი ხალხი რას კი ბატონო, მოდი. ოპოზიცია უნდა აი მაგალითად რა როცა კითხელას, ამიტომ მაინტერესებს, იმიტომ რომ მაგალითად ჩვენ მაგალითად სიამოვნებით დავეთანხმებით გადასახადის შემცირებას. უფრო მეც საერთოდ არანაირ დროებითი გადასახადი უნდა შევამციროთ აქციის გასაუქმებელია ბენზინზე. ბენზინი მართლა უფრო იაფი იქნება ყველა ვარიანტში აქციის. შეიძლება იმდენად და რამდენად აქციის შემცირდება, მაგრამ ყველა ვარიანტში უფრო იაფი იქნება. გაზი გაიაფდება, დიზელი გაიაფდება. ეს გასაკეთებელია. სიგარეტზე გასაუქმებელია, იმიტომ რომ რამდენი ღარი მაკლდება შემდეგ ეს. ხო და აი ვისაც აღელვებს ბიუჯეტი იმას უნდა ჯეროდეს, აი რომ კოცები წმინდანები არიან, ანგელოზები და 25 მილიარდს ისე ხარჯავენ, რომ ერთი ზედმეტი ლარი იქ რა არის. ხო და ვისაც ამეჯერას კი ვილაპარაკოთ, მაგრამ აი სიგარეტზე აქციის გასაუქმებელია, იმიტომ რომ იმ სიგარეტს რო ეწევა, იმას ხო ფული დარჩება ჯიბეში იმ ადამიანს, ხვდებით? ხო და მაგრამ ამაზე სალაპარაკო, იქნებ დავიყოლიო ნაცები, რომ აქციზი კი არ უნდა გაანახევრონ მორიდებულად, გავაუქმოთ.